დაფიქრდით, საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომში, რომელშიც ვერ გაიმარჯვებდა, რომელიც საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ომი, რომელსაც ის ამერიკის და ტრამპის გარეშე ვერასოდეს მოაგვარებს. ამერიკამ დახარჯა 200 მილიარდი დოლარით მეტი ვიდრე ევროპამ და ევროპული ფული გარანტირებულია მაშინ, როცა ამერიკა არაფერს მიიღებს უკან. რატომ არ მოითხოვა მძინარა ჯო ბაიდენმა თანაბარი თანამონაწილეობა, თუ ეს ომი ევროპისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენ კი დიდი ლამაზი ოკეანით ვართ განცალკევებული. გარდა ამისა, ზელენსკი აღიარებს, რომ ჩვენ მიერ გაგზავნილი თანხის ნახევარი გაქრა. ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე. უკრაინულ სოციოლოგიურ გამოკითხვებში ძალიან დაბალ რეიტინგზეა და ერთადერთი, რაც კარგად გამოსდიოდა, იყო ბაიდენის როგორც ვიოლინოს დაკვრა. დიქტატორი არჩევნების გარეშე. ზელენსკიმ სჯობს იმოქმედოს სწრაფად, თორემ მალე ქვეყანაც აღარ ექნება. ამასობაში ჩვენ წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე რუსეთთან, რისი გაკეთებაც ყველანი აღიარებენ მხოლოდ ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია. ბაიდენს არასდროს უცდია, ევროპამ ვერ მოიტანა მშვიდობა, ხოლო ზელენსკის სავარაუდოდ უნდა რომ ფულის ნაკადი არ შეწყდეს. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინლად იმუშავა. მისი ქვეყანა განადგურებულია, მილიონები უაზროდ დაიღუპნენ და ეს კვლავ გრძელდება. წერს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.